საღამომშვიდობისა. კვირის განმავლობაში ქართულ და უცხოურ შოუ ბიზნესში მომხდარი სიახლეებით ეთერშია პროგრამა ინფორმატორის კვირის გამოშვება. ეს კვირა საკმაოდ დატვირთული იყო ქართული შოუ ბიზნესისთვის. ახლა კი თანმიმდევრულად გავიხსენოთ კვირის განმავლობაში მომხდარი საინტერესო სიახლეები. სულ მალე ქართულ ესტრადაზე ვაჟთა ახალი ანსამბლი გამოჩნდება. რობერტ ბარძიმაშვილი ახალ ორერას აყალიბებს და მაისის კონცერტისთვისაც ამზადებს. ეს ბავშვები არიან ჩემი ახსოვსდელები, რომლებიც უკვე დიდი ხანია ჩემთან არიან. თუ იყო 6 წლის თუ მოვიდა, ეხლა უკვე 6 წლის არის, 7 წლის იყო, უკვე 17 არის და ასე შემდეგ. დავაშკასთან უკვე მუტაციამაც გავუარათ, გარდა იმისა, რომ სოლისტია და მღერის, სულ უკრავს სხვადასხვა ინსტრუმენტებზე, ასე ვთქვათ, დასარტყმელი ინსტრუმენტებზე, ჩასაბერი ინსტრუმენტებზე, საყვირი, ტრომბონი, ფლეიტა, საქსოფონი, ასევე ელექტროგიტარა, დასარტყმელი ინსტრუმენტები და ეს შეიქმნა ასეთი ჯაზ როკის სტილის ანსამბლი. ამას ჩვენ ვარქმევთ ახალ ორერას. სულეთ ახალგაზრდები არიან და მზადდება პროგრამა, რომელსაც უკვე ჩვენ მაისში გამოვაქვთ დამოუკიდებელი პროგრამები და სწორედ ამისთვის ვამზადებით დღესდღეობით. ბუკა და ზურა მანაგაძე დუეტზე მუშაობენ. ახალი სიმღერის იდეა მამაშვილს ერთად ეკუთვნის. მუშაობთ ლევონ ლაზარიშვილის სტუდიაში, მე და მამა ვწერთ დუეტს. ეს სიმღერა ეკუთვნის მამას, ტექსტი ბატონ რევაზ ამაშუკელს. და ეს იდეა იყო ჩემიც და რა თქმა უნდა მამასიც. ეს არის ძველი სიმღერა, ამას ადრე ასრულებდა დედა და მამა. ოჯახური იდილია. და ეხლა ძალიან დიდი სურვილი მაქვს რომ მე შევასრულო და მამასთან ერთად. ბევრი ვიფიქრეთ და ამდენი ფიქრის შემდეგ გავუბედეთ და გვინდა წარმოადგინოთ ჩვენი დუეტი, რომელიც ალბათ 1-2 თვე მაინც დაჭირდება მის ჩაწერას. გიორგი მასხარაშვილი ფილმს იღებს. გადაღებები თეატრალური ინსტიტუტის სახურავზე უნდა გამართულიყო, მაგრამ უამინდობის გამო იდეა ვერ განხორციელდა. სუიღებს? აიგონა განამოწა. ვინც თამაშობს, ჩემი მეგობრები არიან. სახიობი აქედან მხოლოდ ერთია. და რა გოგა დევდარიანი თან თამაშობს ფილმში, თან განათებაზე მეხმარება. ნიას დიასამინძე ხმას მიკეთებს, ანუ ხმას იწერს სინქრონით, სტერეოს. ფილმს იღებს აგერ ბატონი მასხარი. და მე მთხოვა რომ ჩავიწერო ხმა, რათა არ მოგვიწიოს მე შემდგომ გახმოვანება და რაღაც აცდენილი და რაღაც კლასიკური ცუდი ქართული კინო რო არ გამოვიდეს, ვიწერთ ადგილზე. აქ კარნიზები რაღაც მთელი ვარ პანორამა საცხე. სახურავები ამბებს სულ არის ობიექტი ჩათვლილი. წვიმა მოვიდა ცოტა და სახურავზე უნდა გადაგვეღო და ცოტა სახიფათოა სრიალებს. აი ეს უკვე გადავედა აშლილი აქვს რა ეს იყო ინტერიერი, თორე მოწყობილი იყო, ეს იყო ინტერიერი გოგოს ოთახი თუ რაღაცა. მასხარა დიდი მასხარა ვიღაცა. დიალოგი. ეს და რა ვქნათ? წავიდეთ, ჩავწერეთ დიალოგებს.
მწვანე ოთახი ახალ ვიდეოკლიპს იღებს. რგოლში ჯგუფის წევრების გარდა 150 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. კლიპის რეჟისორია ბასა ჯანიკაშვილი. არა რეაჩკო თავის ქნება აუცილებელია. კამერის გარდა არავინ არ არის ამ ოთახში. აშუვით რა. დატო გვატყუებასა. ნინო, თქვა, ვერი ხარ დროგა. წითელი სუჩას, მოიცადე ეს ჩამოწევა. ეროდებით პოლაროიდის გადაღება. ფოტოროიდის განათლება სპიშკა. ხო. ამი 2 გაიცინე, ნინო, გაიცინე. 2 ჩვენს კი გამოიხედეთ. 1 ცოტა მხიარულად. ეგარი, всё. არის, ჩამოხდი. მაგა ასეთი ენის ნიშნის ქვეშ გაერთიანებული ქართველი დიზაინერები 14 თებერვალს სასტუმრო მერიოტში სუპერ ფარტის მოწყობას გეგმავენ. ამასთან დაკავშირებით ვანიკო თარხნიშვილმა პრესკონფერენცია მოაწყო. თავისი გართობით და თავისი დიდი ფართობით როგორც წესი 5 ვარსკვლავით შემოგვიყვანს. ნუ ამისთვის ჩვენ ხელს გვიწყობთ თქვენ სასტუმრო მერიოტში. იქიდან გამომდინარე რომ გვინდოდა რომ რაც განსაკუთრებული სახე მიგვეცა აი ამ წარდგენისთვის და ახალი დასაწყისისთვის გვინდა ყველაფერი ყოფილიყო განსაკუთრებული როგორც ადგილი, როგორც აურა, როგორც სისტემა, როგორც პროგრამა, როგორც ტელეფონი, ისევე თარიღიც და გვინდოდა მრგვალი თარიღი. და აი ამ პერიოდში როცა ვაპირებდით აი ამ მთელი ღონისძიების გაკეთებას მრგვალი თარიღი აღმოჩნდა წმინდა ვალენტინის დღე. რეჟისორი ავთო ვარსიმაშვილი ახალ სპექტაკლზე მუშაობს. ეს იქნება ირონიით გაკეთებული სატელევიზიო ისტერია და ზოგადად მასმედიის როლი საზოგადოებაში. სპექტაკლს ერქმევა სატელევიზიო ისტერია, სადაც შევეცდებით ესეთი ირონიის თვალით შევხედოთ ჩვენს ტელევიზიებს, საერთოდ მასმედიის როლს საზოგადოების ზომბირების საქმეში. შენ ჯერ პატარა ხარ სექსისტვის. ვის აქვს? კეთო შენ ახარ. მე და ჰალო. მოიც არა. ვის აქვს სექსუალური? ვის აქვს სექსუალური? ჯერსადა ხარ. სლავაბიციას? სპექტაკლი გამოვა მარტის შუა რიცხვებში. და მე ვფიქრობ, ესეთი საინტერესო სპექტაკლი იქნება მაყურებლისათვის. ამერიკელი ვანესა აკერი რამდენიმე წელია თბილისში ცხოვრობს. ქართულიც ისწავლა და კინომსახიობთა თეატრის სცენაზეც ითამაშა შარშან შემოდგომაზე. ახლა კი იგი კლუბ ნუანუაში ყოველ პარასკევს ცეკვის გაკვეთილებს ატარებს. დამსწრე საზოგადოებას სიხარულით ასრულებდა რუმბას, ჩაჩაჩას, სამბას. მე ძალიან მიყვარს საერთოდ ცეკვა. ქართული ცეკვა, ლათინური ცეკვა, ყველაფერი და მე ძალიან მე ყველაზე მოხერული ვარ, როცა ცეკვავს და როცა შემიძლია აცავლე სხვას როგორც ცეკვავ და აი ესეთი სიტუაცია ძალიან მიყვარს. ყოველ პარასკევს ვაკეთებ საგამოს და მე მგონი იქნება ამ კლუბში კიდე იქნება ბრაზილიური კარნივალი, როცა კარნივალის დროს იქნება მარტში და კარგი იქნება. ტრიო სიმი საფრანგეთში ერთთვიანი გასტროლებით მიემგზავრება. სტუდია ქართულ ჩანაწერებში ისინი ორნაწილიან საკონცერტო CD-ს ამზადებენ და აქტიურად ემზადებიან გასტროლებისთვის. მარტის 6 რიცხვში მიემგზავრებით საფრანგეთში. ეს არის
ანსამბლის სიმი. ჩვენ მივიდივართ ქალაქური და ქალაქური სიმღერებით და ფოლკლორით შეიარაღებული ასე ვთქვათ. ხა ჩვენ წერთ რამოდენიმე ფოლკლორის ნიმუშს და ასევე ქალაქურ სიმღერას. ეს CD მიგვაქვს თვითონ იმპრესარიოს მოთხოვნით, რომ ჩავიტანოთ ის ჩანაწერები და ამ ფესტივალზე წარვადგინოთ ქართული სიმღერა ამ ჩანაწერების სახით კონცერტთან ერთად, რომ წარვადგინოთ ეს ჩანაწერები.